ასეთ ლამაზ თბილისურ აივანზე მოვკალათდით მე და თაკო და ჩვენთან ერთად არის თქვენთვის ყოველთვის კარგად ცნობილი მსახიობი და მომღერალი ლაშა რამიშვილი. დილამშვიდობის პირველ რიგში გვიხარია რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. მე მithumetes ასეთ ულამაზ და არა მხოლოდ გალბატონები გარემოც არაჩვეულებრივია. ლაშა რადგან მახსენეთ ყარეჩოღელები არ შემიძლია რომ არ კითხვა. საინტერესოა თუ გიფიქრია და შენთვის როგორც მსახიობისთვის თქვა რომელი სახის შექმნა იქნებოდა საინტერესო ძველი ქართული ტიპაჟებიდან. აი ყარეჩოღელები, კინტოები, აშუღები. თუ ქონია მსგავსი ჩვენ სპექტაკლი მქონდა ესეთი არაჩვეულო ფანტასტიკური კურკას ქორწილი, სადაც ყარეჩოღელ ფირუზას თამაშობდა. აი ესე გამოდიოდა და ამლოგიუთუნ მეძინოს ვაიზუში მიზიხარ. მოკლედ თქვენთვის ახლობელია ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, ციცაკით და ყველაფერი ჩოხა. ფილისობა რამდენად იწოს თქვენში სადღესასწაულო განწყობას და თუ იღებთ ხოლმე მონაწილეობას იმ აქტივობებსა და ღონისძიებებში, თქვა რაც იგეგმება და იმართება ჩვენ დედაქალაქში. როგორ არა, ყველა, აბსოლუტურად ყველა თბილისელი ადამიანი მართალია მე ახალი გამოსული ვარ თბილისში, მაგრამ მაინც ყოველთვის ეს აქტიურად ვარ ჩართულები ამ ამბავში. ყველაზე მთავარი ისა, როდესაც ქალაქში აი 16-17-18-დან რო იწყება ირმის მწვადების აშიშხინება და მწვადის ტრადიცია მაინც ყველაზე პოპულარულია. ძალიან ალბათ ღვინის დეგუსტაცია და დაგემოვნებაც გეყვარებათ ამ ტრადიციას. რაც კი თბილისში ღვინოა შემოტანილი ამ დროს, აი ამ პერიოდში ყველა დააგემოვნეთ, ჩათვალეთ რომ საღამოთი სახლში მისატანი იქნებით. ბაშა ძალიან მოკლედ რომ მითხრა თქვათ რას ნიშნავს თქვენთვის თბილისელობა. ანუ ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე სხვა ბანალური ფრაზები თბილისთან დაკავშირებით. რეალურად თქვენთვის როგორ გამოიხატება და რაში გამოიხატება სიყვარული თბილისის მიმართ? როდესაც ძველ თბილისში დადიხარ, მე ახლის ეფექტით ტკბები და როდესაც თბილისელი ქალბატონების ულამაზესი თვალებით ხარ დამდნარი, აი ამ 3 დღის განმავლობაში ჩათვალეთ რომ ერთი 10 წელი კიდე გემატება. აი ეს არის ჩვენთვის თბილისი. მე მინდა რომ მაყურებელს მოვუმატოთ ერთი 10 წელი რა. და ლაშასგან ლექსის კითხვა ალბათ მაყურებლისთვის არის ახალი და დარწმუნებული ვარ რომ აივანის გამოვიყენოთ არა? გამოვიყენოთ, კი ბატონო. ყველაფერი შეგვიძლიათ და რა ლექსი ვისი ლექსი უნდა შეგვისრულოთ? თვითგალაქტიონის. თვითგალაქტიონის. კი ბატონო, ლაშა გთხოვთ მაშინ. გისმენთ. მოხდება ხოლმე სამი ზიდავს განუსაზღვრელი. ვარსკვლავთა შორის ხივთა ტბაში არ ამყავს ტონი. ბრძანებ ტყიშქერში გაჩუმდება ნიავინელი ვიტყვი და თოლვად გადიქცევა ვერხვის ფოთოლი. ეს მაშინ ხდება როცა აზრი მიქრის შორს და ლტოლვა გულში დაგუბებული ეძლევა შვებას ირგვლივ ვერ ვხედავ ჩვენს თანაბარს და ვინმეს ჩვენს სწორს რომ ამგვარადვე ეძლეოდეს ტკბილ ნეტარებას. ოუძლებელო დიდო წამო შემოქმედების ახლა ყველაფერს თავიდან ვქმნი ახალი ღმერთი. ბრავო, მესი მადლობა. ასე და ამგვარად შემოძვირფასებო. ასე რომ ყველას გილოცავ თბილისობას, სიკეთე სიხარული ქონოდეს და რაც